Εμείς ამ ნაწილში ჩვენ საუბრობთ სიმსივნურ პათოლოგიაზე, მაგრამ თავარი რაც არის, რაზეც გვინდა ჩვენ დღეს ვისაუბროთ, ამ ასე ვთქვათ, საშინელი თუ ვერაგი, ასე ვთქვათ, დაავადების დიაგნოზის შემდგომ აუცილებელი დღის წესრიგში აუცილებლად დგება მისი მკურნალობის საკითხი. და მკურნალობის საკითხი გარდა სხვა ბევრი მეთოდისა, ერთ-ერთი წამყვანი მეთოდი დღეს სოფლიოში ითვლება ქიმიოთერაპია, მაგრამ ყველას მოეხსენება, არ ვიცი, ალბათ ნებისმიერი ადამიანი ჩვენ დღეს გვისმენს, რომ ეს არის ძალიან მძიმედ, იმიტომ რომ მას გარდა იმ სიკეთისა, რაც შეუძლია რომ ადამიანს სიცოცხლე გაუხანგრძლივოს და ხშირად განკურნოს კიდეც პირდაპირ ასე ვთქვათ, მას ძალიან ბევრი გვერდითი მოვლენა ახლავს თავი. და ამაზე გვინდა ჩვენ დღეს ვისაუბროთ, ჩვენ ყავს არაჩვეულებრივი სტუმარი, ქიმიოთერაპევტი ხალტონი გულიკო პაპუაშვილი და მოგესალმებით. ბატონო ბიძინა მახსენდა რომ სანამ ნანიკო ბოდიშ გიხდი ჩვენ გვაქვს სცენარის მიხედვით ესე არის, მე ორიოდე სიტყვა უნდა ვთქვა ვიდეოზე გავა ეხა პლაზმა, სადაც იქნება საუბარი თვითონ ამ ქიმიოთერაპიული საშუალებების მოქმედების ასე ვთქვათ მექანიზმზე და რატო იწვევენ ისინი ამ გვერდით მოვლენებს. ვიდეო თუ შეიძლება რო გვანახოთ ხო, ეხლა ამაზე თქვათ წიაღსვლებს მე არ ვაპირებ და ბუნებრივია ჩემი კომპეტენციაც ეს არ არის და ამიტომ ვყავს არაჩვეულებრივი სტუმარი დაპატიჟებული და სპეციალისტი, მაგრამ მარტივად მინდა ვთქვა, რომ სიმსივნური პათოლოგია ეს არის დაავადება, როდესაც ჩვენ წინა გადაცემებშიც ბევრჯერ გვისაუბრია, როდესაც უჯრედი, რომელიც რაღაც დროის განმავლობაში ჩნდება, მრავლდება და კვდება. აი ეს ფუნქცია უარდება მას. ხო? ანუ როდესაც არ გაჩნდება უჯრედები, მაგრამ აი ეს პროგრამირებული სიკვდილი, რასაც აპოპტოზი ქვია, დაავიწყდება უჯრედს და გროვდება. აღარ ახსოვთ, როდის უნდა გარდაიცვალონ მოკეთ უჯრედები, აი ამ დაავადებას ქვია სიმსივნე. და ამიტომაც, როდესაც ქიმიოთერაპიული საშუალებები გამოიყენება, ეს არის აბების სახით, საინექციო სახით, ინტრავენური გადასხმების სახით, ეს ნივთიერებები აი ამ გაყოფაში მიტოზი და სადაც ხდება, ასე ქვია, ასეთი ტერმინია, აი სწორედ ამ უჯრედების გაყოფას ამცირებენ. ამიტომ ვახსენებთ იმ უჯრედებს, რომ სიკვდილის დროა. რასაკვირველია, ხელოვნურად ვიწევთ, მაგრამ ქიმიოთერაპიული საშუალებები აი სისხლში რომ მოხდება და დალევს პაციენტი თუ ვენაში გაიკეთებს თუ გადაისხამს, ის ხშირად ვერ გაარჩევს ჯამრთელ უჯრედს პათოლოგიური ანუ სიმსივნური უჯრედისგან და პირველი ყველაზე მოწყვლადი არის უჯრედები, რომლებიც ყველაზე სწრაფად მრავლდებიან. ეს არის ძვლის ტვინში არსებული უჯრედები. ამიტომაც ადამიანს ამ ქიმიოთერაპიის დროს უზიანდება ძვლის ტვინიც, უვარდება ჰემოგლობინი, ემართება ანემია, სისხლის სხვა პათოლოგია, იმუნიტეტი უკვე იცდება. აი ჩვენ ვიცით, რომ ვინც ქიმიოთერაპიას იკეთებს, ეს ადამიანები იმუნოკომპრომეტირებულები არიან, ანუ იმუნური სისტემის ჯარისკაცები პრაქტიკულად სისხლში ნულზე ჩამოდით და ისინი ძალიან ადვილად მერე ინფექციებს ასე ვთქვათ იმართებენ ხოლმე და იზოლირებულად არიან. აი ეს არის ასევე არის ძალიან სწრაფად გაყობადი იგივე ის თმეები, რომლებსაც ხშირად ურტყამს ეს ქიმიოპრეპარატი, ანუ აზიანებს პირველ რიგში. ანუ ქიმიოთერაპიით ჩვენ ხელოვნურად ვიწევთ ამ უჯრედების სისტემის მუშაობის აღდგენას? აღდგენას არა, ვიწევთ ამ უჯრედების სიკვდილის გამოწევას, მაგრამ სწრაფად გამრავლებადი სხვა უჯრედებიც აი ეს არის მარტივი მექანიზმი და ქალბატონ გულიკოს ნუ ეხლა ჩვენ პრინციპში ყველაფერი კარგად დავინახეთ, მაგრამ მაინც ჩემთვის როგორც შეულებრივი მოკვდავისთვის გაუგებარია ეს ოქროს ინექცია, რომელიც პრინციპში უნდა გამომაჯამრთელოს, მე იწვევს გულის ხვევას, გულის რევას, თავბრუს ხვევას, სისუსტეს, დეპრესიას, წყურვილს, თმის წვენას. რატო ვინგრევით ადამიანები ესე ერთი ამ ერთი უწყინარი პრეპარატით, რომლითაც მართლა უნდა გამოჯამრთელდნენ. იცით რა შეასაქმე? მედიკამენტური ანუ ქიმიოთერაპიული მკურნალობა მიმართულია ავტისებიანი სიმსივნების მკურნალობისთვის და ამ პრეპარატებს ახასიათებს როგორც სხვა ნებისმიერ პრეპარატებს, აი დავუშვათ სხვა დაავადებების დროს. თავი მტკივა, დავლია, გამიარა. შეიძლება იყოს ესეთი სიმპტომები, ასეთი მოვლენები, მაგრამ აი ჩვენ კონკრეტულ შემთხვევაზე ველაპარაკოთ. გულის რევა, პირღებინება შესაძლებელია, ზოგადი სისუსტე, მოგვიანებით მერე ხდება დავუშვათ სისხლის საერთო ანალიზში ანემია, ტრომბოციტოპენია, ეს მახასიათებელია ამ მკურნალობისთვის. ანუ ეს თასდევს ყველა შემთხვევაში. ნუ ნაკლებად, მეტნაკლებად. და მაინც ზოგადად აი პაციენტის ზოგადი მდგომარეობა განაპირობებს და ინდივიდუალური მონაცემები პაციენტის. შესაძლებელია ერთ პაციენტში ეს იყოს მკვეთრად გამოხატული ძალიან გულის რევა, პირღებინება, შეიძლება მეორე პაციენტმა აი ესე მსუბუქად გადაიტანოს. რატო როგორ უნდა? ნუ მაინც ეს განვასხვაოთ ეს ადამიანები ერთმანეთისგან. მათი ზოგადი მდგომარეობა ჯანმრთელია უფრო. ინდივიდუალური ამტანებლობა ყველა პრეპარატისადმი არის ინდივიდუალური ამტანობა, აი ყველა პრეპარატის სტადიებზე დამოკიდებული არ არის. სტადიებზე არანაირად დამოკიდებული არ. ნუ ეხლა კიდევ თუ მძიმე მდგომარეობაშია პაციენტი და აუცილებლად აი პალიატიური თვალსაზრისით ვატარებთ მკურნალობას, რომ აი სჭირდება, შეიძლება იმას უფრო მკვეთრად ქონდეს ეს სიმპტომები გამოხატული. ჯანმრთელ ადამიანს ეხლა მე ესე წყალებში ვლაპარაკო ჯანმრთელ ადამიანს, რომელსაც აი ყველა ფუნქცია შენარჩუნებული აქვს და დაუდგინდა ესეთი ჩვენი დიაგნოზი, ხო? ტიპოს დიაგნოზი. იმას შეიძლება უფრო
უფრო კარგად და შეიძლება რომ სრულიად უსიმპტომოდ შეიძლება სრულიად უსიმპტომოდ არიან პაციენტები რომლებიც იმუნიტეტი აქვს ალბათ როგორი იმუნიტეტი აქვს კი აი ამას დიდი მნიშვნელობა ანუ ვიზუალურად შესაძლოა მიხვდეთ პაციენტზე რომ ეს კარგად აიტანს ქიმიოთერაპიას თუ არ არსებობს შესაძლებელია რომ ვიზუალურად განსაზღვრო აი რა დონეზე იქნება ეს ყველაფერი კაპიტან გულიკო არ ვიცი შეიძლება სტერეოტიპია თუმცა არსებობს ასეთი მიდგომაც და დამოკიდებულებაც რომ საქართველოში ჩატარებული ქიმიოთერაპიას გაცილებით უფრო მეტი გვერდითი მოვლენები ახლავს და უფრო რთულად მიმდინარეობს ვიდრე საზღვარგარეთ ჩატარებული ქიმიოთერაპიის და ეს ასეა თუ ვერ დაგეთანხმებით იმიტომ რომ ჩვენთანაც აი მე ჩემს კოლეგებს ვიცნობ ყველას და მაქვს მათთან კომუნიკაცია აბსოლუტურად კურნალობა ტარდება იმ სტანდარტებით რაც არის მსოფლიოში შემოღებული და იგივე პრეპარატებით რასაც ხმარობენ იგივე ამერიკაში ევროპის წამყვან კლინიკებში და გვერდითი მოვლენები ჩვეულებრივად გამოხატულია როგორც ჩვენთან ასევე სხვა კლინიკებში სხვა საზღვარგარეთ იგივე სიმპტომები აქვს რამდენი პაციენტი ჩამოსულა დაუშვათ თურქეთის კლინიკიდან და ქონიათ ესეთი სიმპტომები გულისრევა კიდევ უფრო აი დამძიმებულ მდგომარეობაში და ანუ ეს მხოლოდ სტერეოტიპია რაღაც ფსიქოლოგიური აბსოლუტურად პაციენტი როცა ეწერება დაამთავროს ქიმიოთერაპიულ მკურნალობას მას თავისი მკურნალი ექიმი ძალიან აი სკრუპულოზურად უხსნის თუ რა რისკებთან შეიძლება ქონდეს ამ პაციენტს რა რისკები შეიძლება გაუნვითარდეს უხსნის რა გულისრევის შემთხვევაში პირღებინების შემთხვევაში დიარეა ახასიათებს კიდე აი ყველა იმ რისკებს ის გათვლით რა შეიძლება პაციენტმა მიიღოს როგორ შეიძლება დაიზღუდოს აუცილებლად ეს უნდა იყოს გაცნობიერებული პაციენტი და იმ რისკებზე უნდა იყოს ორიენტირებული. კაპიტან გულიკო ისე დაუბრუნდები იმ სტიგმას, რომელზეც თქვენ საუბრობდით, ქიმიოთერაპია საქართველოში და ქიმიოთერაპია საქართველოს ფარგლებს გარეთ. ზუზუს კიბო კონკრეტულად ავიღოთ. ესე ამბობენ და არის რიგი პაციენტებისა, რომლებიც საქართველოში გაკეთებული ქიმიოს შემდეგ დამწვარი აქვს თუ ორგანიზმი და არა საქართველოში გაკეთებულ კარგად გზნობენ თავს. აქ განსხვავება კანი იწვება, გარედან იწვება კანი, დიახ ქიმიოთერაპიაზე. რადიოთერაპიაზე ლაპარაკობთ ხო? იცით რა ჩვენთან ახლა ჩვენს კლინიკებში, წამყვან კლინიკებში ძალიან კარგი აპარატურაა შემოტანილი რადიოთერაპიული და არ მგონია რომ ახლა ასეთი შედეგები იყოს. მე არ მსმენი ახლა ბოლო ხანებში, იმიტომ ძალიან მაღალ ტექნოლოგიური აპარატურაა შემოტანილი. გულიკო, კიდევ რა საშუალებები არსებობს? აი აბებით, მაგალითად ვიცი რომ როდესაც ჩიყვის დროს არის სიმსივნის მკურნალობა, ეს კაფსულა ეგრეთ წოდებული, მე მგონი თბილისშიც არის უკვე ეს, ხო? აყლაპებენ ერთ აპს, რომელიც ცვლის ქიმიოთერაპიას, ანუ არც ინტრავენურია. ეს აბლაცია რადიოაქტიური ნივთიერებას გულისხმობს ამ შემთხვევაში. დიახ. ესეც ქიმიოთერაპია შემდგომი. კიდევ რა საშუალებები არსებობს, ანუ ინტრავენური, აბები. აი, მაგაზეც მინდა გავამახვილო ყურადღება. ძალიან საინტერესო დიზაინით შემოვიდა ზოგიერთი პრეპარატი უკვე ფარმაცევტულ ბაზარზე. ბევრი პრეპარატი არის ტაბლეტიზირებული, რომელიც გვაძლევს საშუალებას ამბულატორიულ პირობებში უფრო კომფორტულად გააგრძელოს მკურნალობა. სახში დალიოს ხელო. ისეთი ტარგეტული პრეპარატი ყველასთვის ცნობილი, რომელიც ფართოდ გამოიყენება ძუძუს კიბოს მკურნალობაში, ჰერორი დადებითი რეცეპტორების მქონე პაციენტებში, რომელიც მხოლოდ ინტრავენური ინფუზიის სახით გამოიყენებოდა და ინფუზია გრძელდება საათნახევარი. ეხლა ზუსტად ახლახან შემოვიდა ფარმაცევტულ ბაზარზე კანქვეშა ინექციის სახით, რომელიც კანქვეშა ინექციის ეფექტურობა იგივე აქვს. იგივე ეფექტურობა. გვერდითი მოვლენები ნაკლებ. ჯერჯერობით დროში კომფორტულია და ნუ აი 5-8 წუთში ბარძაყის არეში კანქვეშ შეყავთ აი ეს პრეპარატი. სახელს არ დავასახელებ, მითხეს რომ არ შეიძლება. მაგრამ ჰერორი დადებითი რეცეპტორების მქონე პაციენტებში ეს ცნობილი პრეპარატი, რომელიც ფართოდ გამოიყენება, ეს შემოვიდა სულ ახლახანს კანქვეშა ინექციის სახით. ბევრი პრეპარატი ჩვენი არის მცენარეული წარმოშობის, იგივე ვინკა ალკალოიდები, ტაქსანების ჯგუფის. ამიტომ ის ქიმიოთერაპიული პრეპარატები მცენარეული წარმოშობის. აი ტაქსანები მაგალითად ურთხმელის ხისგან გაკეთებული. დოცეტაქსელი მაგალითად არის წიწოვანი წიწვისგან, ურთხმელის ხის წიწვისგან და პაკლიტაქსელი მისი ქერქისგან. ასევე ვინკა ალკალოიდები არის სხვადასხვა მცენარეებისგან ნაწარმოები. ეხლა აი სტიგმა, რომელიც არსებობს მოსახლეობაში, რა ის ქიმიოთერაპია რაღაც აშფოთებს პაციენტს, რა ყველანაირი პრეპარატი, რომელსაც ხმარობს სხვა დაავადებების დროს, ქიმიური მინარევების გარეშე, ხომ არ შეიძლება მისი წარმოება. ხო, მაგრამ უკუჩვენება არა აქვს ყველა იმ სხვა დანარჩენ პრეპარატს, როგორც აქვს ქიმიოთერაპია. გასაგებია, ნუ უკუჩვენება აი მცენარეულ პრეპარატებს ისეთივე შედეგები აქვს, დაუშვათ გულისრევის შეგრძნება, სისუსტე. ტაქსანები ეს არის ცნობილი პრეპარატი, რომელიც აი არც თუ შეშორეულ წარსულში
ძალიან ძვირადღირებული პრეპარატი იყო და არც იშოვებოდა. მაგრამ ეხლა აი ყველასთვის ხელმისაწვდომია სახელმწიფო დაზღვევის ფონზე პაციენტის ძალიან მარტივად ღებულობს ექიმის დაწერილ ფორმაში პრეპარატს იღებს და მკურნალობა მიმდინარეობს. მოდი კიდევ ერთხელ სცენარიული წარმოშობის ბევრია ჩვენი პრეპარატები, მაგრამ იმათ წარმოების დროს ქიმიური მინარევები აუცილებლად უნდა გაუკეთოს. ანუ ქალბატონ გულიკო ნიშნავს თუ არა ეს რომ ქიმიოთერაპია ის პრეპარატები ძალიან იხვეწება წინ მიდის თქვენ ახსენეთ რომ სახში შეიძლება გაიკეთოს პაციენტმა ამბიდალი დახვეწილი მოქმედების მქონე აი ესეთი პრეპარატები რომელიც უფრო კომფორტულად ნაკლები გვერდის მოვლენების გარეშე შეიძლება რომ პაციენტმა ჩაიტაროს. რომელი ორგანოს კიბოს დროს ხდება ხო და ალბათ კონკრეტული მითითებით ექიმის რა საკვირველია ხა ასე უკონტროლოთ ვინ გაუშვეს პაციენტს. ანუ მოკლედ ზუსტ კიბო ავიღოთ რომელიც დღეს ყველაზე მეტად გავრცელებულია როგორც ამბობენ. შესაძლოა აი ამ დროს ქიმიოთერაპია აბების სახით მიიღოს პაციენტმა და მერე აფინანსებს ამ ამბებს ასევე ჰორმონოთერაპია სრულად აფინანსებს სახელმწიფო დაზღვევა და ასევე ტაბლეტიზირებული სახით გვაქვს კიდე პრეპარატი ქსეულა რომელიც ფართოდ იხმარება ასევე ფართოდ იხმარება და კუჭნაწლავის ტრაქტის დაავადებების დროს ფართოდ იხმარება. ანუ ძუძუ კუჭნაწლავის ტრაქტი კიდე რა ორგანოებზეა შესაძლებელი აი მედიკამენტი ტაბლეტიზირებული ფილტვის კიბოს დროს შესაძლებელი არის ასეთი ლასტეტი ტაბლეტიზირებული არის ინტრავენური ინიექციით. ბევრი პრეპარატებია რომელიც ასევე მელანომის წინააღმდეგ ვერაგი აი ზელბორაფი არის გამოსული რომელსაც სპეციალური ბრავ ტესტი ჭირდება რომ აი არის თუ არა მგრძნობი არის ამ პრეპარატის მიმართ ეს ტესტიც კეთდება ჩვენ მაგრამ ცოტა ძვირადღირებულია. აი ტარგეტულ პრეპარატებს რაც აი მიზანმიმართულად არიან მიმართული აი კიბოს უჯრედზე ამისი დაფინანსება საყოველთაოდ ძალიან ძვირადღირებულია და არ ხდება. აი მაგრამ აი მერიაში შემოტანილია ეხლა ეს ორი პროგრამა ადიუვანტურ რეჟიმში ანუ ადრეულ ძუძუს კიბოს მკურნალობა და შემდგომ მეტასტაზურ ძუძუს კიბოს ორი ტარგეტული პრეპარატი ფინანსდება. ეს ძალიან კარგი და წინ გადადგმული ნაბიჯია, იმიტომ რომ მართალია თან დაფინანსებით მიდის ეს ყველაფერი, მაგრამ იმდენად ძვირადღირებული პრეპარატია, რომ იმ პროცენტსაც პაციენტი გადაიხდის. ან დაეხმარება მუნიციპალიტეტი თავისი ადგილობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. აი ძალიან ბევრი ადგილებია და ეს ხო, აი ეს. ქალბატონ გულიკო, მოდით რეაბილიტაციის ეტაპზეც რომ ვისაუბროთ, თქვენ ახლა საუბრობდით, რომ ეს გვერდითი მოვლენები მაინც ინდივიდუალურად მიმდინარეობს სხვადასხვაგვარად პაციენტებში, მაგრამ აი იგივე სარეაბილიტაციო პერიოდით მის ამოსვლა რამდენ ხანში იწყება, იმიტომ რომ ეს ქალებისთვის ხო იცით რომ ეს ძალიან მტკივნეული და სენსიტიური თემაა ქალბატონებისთვის განსაკუთრებით, მაგრამ ყოველთვის უხსნით რომ ნუ აი ამას ნუ მიაქცევთ ყურადღებას ამ მომენტში როცა შეჭიდებული ხარ ასეთ ვერაგ დაავადებას ყოველთვის უხსნით და ნუ ბევრი გაგებით ხდება ამას. მაინც ქალბატონებისთვის ძალიან სენსიტიური თემაა და მინდა გითხრათ რომ აი როგორც კი დამთავრდება მკურნალობა ქიმიოთერაპიული კურსების ესა თმა იწყებს ამოსვლას უფრო ხშირი და კარგი ხარისხის თმა ამოდის. ანუ გუშინ გავიკეთე ბოლო ქიმიოთერაპია დღეიდან თმა იწყებს ამოსვლას. აი ნუ არა დღე ნუ არა მაგრამ ცოტა პერიოდი უნდა რომ ის დაცვენილი თმა უნდა წავიდეს და ამოვიდეს ახალი უფრო ხშირი და ხშირად ამოდის უფრო შავი თმა. აი ვისაც ვინ ჭაღარა ქალბატონია ჭაღარა თმები ქონდა ამოდის შავი და ხშირი და ხუჭუჭი სხვათა შორის მინდა ჭაღარა ქალებმა და ამას ვეუბნები ჩვენ და მართლაც რომ მოდიან უკვე ეს თმა ასეთი თმა მე არ მქონდა. ანუ გაუმჯობესებული ხარისხი სტრუქტურის პოზიტივი ვიპოვოთ. რაღაც ერთი სტიგმა ნუ აი ეს მოვლებადია და ამიტომ ისეთი მკურნალობა როცა მიმდინარეობს ასეთი ვერაგი და საშიში დაავადების წინააღმდეგ ეს რაღაცა მეორე ხარისხოვანია მაგრამ მაინც მტკივნეულია რასაკვირველია. კიდევ რა მნიშვნელოვანი მომენტებია ვთქვათ რეაბილიტაციის დროს გარდა თმისა რაზეც ახლა ვისაუბრეთ. ნუ მე მკურნალობის დამთავრების შემდეგ ზოგადი მდგომარეობა უმჯობესდება უფრო ნუ აღარ ითრგუნება იმ მკურნალობის პერიოდში მაინც ვერც ჩამოთვალეთ ეს ყველა გვერდითი მოვლენები. ანუ არის რაიმე რაც შეუძლია პაციენტმა გააკეთოს იმისთვის რომ საკუთარი მდგომარეობა აი ამ ძალიან რთული ეტაპის შემდეგ დასაკვირველია ჯერში კვებას უნდა მიაქციოს ძალიან ყურადღება იმიტომ რომ უნდა იკვებოს ესეთი პროდუქტებით რომელიც არის ეკოლოგიურად სუფთა ჯანსაღი არ უნდა მიიღოს მწარე ცხარე
არე ცხიმიანი საკვები, იმიტომ მკურნალობის პერიოდში ჩვენ პრეპარატებს ახასიათებთ დიარეა ხშირად და პროვოცირება არ გავაკეთოთ აი ამ სიმპტომის. ყოველთვის ვარიგებთ რა უნდა მიიღოს, არ უნდა დალიოს ენერგეტიკული სასმელები, ეს კოკა-კოლა, ეს უნდა აი კომპოტის სახით სახში მუხარშული ანუ გაზიანი სასმელებისგან თარი შევიკავოთ ხელს. კიბო არ არის განაჩენი ნამდვილად. კიბო არ არის ადრეულ განაჩენი. სტადიაში დაისვა დიაგნოზი, ეს არ არის განაჩენი და კიბო არის განკურნებადი. კი, აი თავარი ეს არის და აუცილებლად ყველაზე მნიშვნელოვანი ამ კურნალობის დროს და რეაბილიტაციაში. კიდევ ერთი რამე მინდა კითხოთ. საზღვარგარეთ როცა ადამიანი დაასრულებს ქიმიოთერაპიის კურსს, პირველი რასაც მას თხოვენ და ავალებენ, ეს არის სუფთა ჰაერზე ვარჯიში, ფიზიკური დატვირთვა. ჩვენთანაც არის იგივე დავალება პაციენტისთვის თუ ნაკლებად ვაქცევთ ყურადღებას ამ ფიზიკურ აქტივობას სუფთა ჰაერს. საქმე ყოველთვის ურჩევთ რომ ჯანსაღი ცხოვრებითი ცხოვროს პაციენტმა და არ ეს მავნე საკვები, მავნე ფაქტორები, ალკოჰოლი, თამბაქო და ესეთ რაღაცები გამოირიცხოს მისი ცხოვრებიდან. რამდენად შეძლებენ ხა ჩვენი პაციენტი ზოგი არის სპორტულად მართული რომ აგძელებს ვარჯიშს და არის ფორმაში. ზოგს არ შეუძლია ფიზიკურად, ხო და ეხლა ასე რომ დავალდებულოთ ეს ინდივიდუალურია თვითონ როგორც ეს ისედაც სასურველია ნებისმიერ. ჩვენ რადგანაც ამ გვერდის პრობლემებზე საუბრობთ, მე მინდა თქვენ კიდევ ერთხელ გააჟღეროთ ეს და პაყურებელს დავამშვიდოთ, რომ ღმერთს არავის არ დააჭიროს ესეთი პროცედურები, მაგრამ ასე ვთქვათ, საპირწონე პრეპარატები ძალიან დიდი არსენალი გვაქვს, იგივე ხებინების რეფლექსი დაიძრგუნოს, ეს გვერდითი მოვლენები, ესე არ არის. გასაკვირველია. აუცილებლად, იმიტომ რომ ჩვენ როცა ვატარებთ კურნალობას, აი ქიმიოთერაპიას როცა ინტრავენური ინფუზია მიმდინარეობს ანტიემიტიკების ფონზე. ეს არის და ღებინების საწინააღმდეგო პრეპარატები, კორტიკოსტეროიდების ფონზე, ანტიალერგიული პრეპარატების ფონზე. ანუ აი ეს რომ აი ეს ფონი შეიქმნას ისეთი რომ არანაირი გავლენა ესეთი არ ქონდეს პაციენტს გადასხმის დროს და შემდგომში ჩვენ უნიშნავთ იმას, რაც მას სჭირდება. ხო, ანუ ეს აუცილებლად ენიშნება თუ ესეც ინდივიდუალური ფული მერევა დამდაბლებულია, როცა კეთდება იმ დღეს აუცილებლად შედის ინტრავენურად პრეპარატი ანტიემიტიკი აუცილებლად ამის ფონზე მიმდინარეობს კორტიკოსტეროიდების ფონზე ზოგიერთი პრეპარატი საჭიროებს წინასწარ-პრემედიკაციას დექსამეტაზონი კორტიკოსტეროიდები ეს სპეციალური აი სქემებია როგორ უნდა გადაისხას ესა თუ ის პრეპარატი როგორ უნდა იქნას შეყვანილი როგორ უნდა მოიხმაროს პაციენტმა ამას ჩვენ ძალიან დაწვრილებით სკრუპულოზურად უხსნით პაციენტს რომ მან ეს რისკები ყველაფერი გაითავისოს და შემდგომში აი რა დროს რა მიიღოს და როგორ გამოვიდეს მდგომარეობიდან. აი ეს მართვა ამ პრეპარატების აუცილებლად სხვანაირად მარტო შიშველ აი უკაცრავად აი მარტო პრეპარატ ჩვენ არ აუცილებლად მას სჭირდება სიმპტომატიკა ამ სიმპტომატიკის ფონზე ხდება ინტრავენური ინფუზია. სახში თუ ტაბლეტიზირებულს ღებულს თუ რამე აიტაუშვათ გულისრევა იმასაც ახასიათებს შეიძლება ქონდეს. ნუ ეს ყველაფერი მოვლებადია და იცის პაციენტმა როგორ მოუარო. პაციენტი ინფორმირებულია თავიდან ბოლომდე ინფორმირებულია. პაციენტი თუ როგორ მაქსიმალურად შემზადებული. ეს აუცილებელი პირობა, იმიტომ პაციენტს ვერ გაუშვებ თუ არ იცო, ერთი იურიდიული დოკუმენტი გვაქვს ჩვენ ფურცელი, სადაც ეს პაციენტი ეცნობა ამას და ამ რისკებზე ყველაფერს გაცნობილი და ხელს აწერს. ხალხო, ძალიან დიდი მადლობა უნდა გადაგიხადოთ საუბრობისთვის, ესეთი საინტერესო და ამომწორავი საუბრისთვის. ჩვენ საუბრობდით ამ უსერიოზულეს დაავადებაზე, მის ძალიან, ასე ვთქვათ, მნიშვნელოვან კურნალობის ეტაპზე, რასაც ქიმიოთერაპია ქვია და ჩვენ უნდა ვთქვათ ალბათ დამაიმედებლად, რომ ყველა თანამედროვე პრეპარატია, იგივე ის დამიზნებითი, რასაც ტარგეტული თერაპიის. ხო, ეს ეფექტურობა იზრდება და გვერდითი მოვლენები პრეპარატების თანდათან მცირდება. ამიტომ ჩვენ გვინდა კიდევ ერთხელ ეს ძალიან კარგი ინფორმაცია გავაჟღეროთ, რომ საქართველოშიც ეს პრეპარატები საბედნიეროდ თანდათან უფრო დიდი არსენალი ამ პრეპარატების ხელმისაწვდომი ხდება ჩვენი მოსახლეობისათვის, თანადაფინანსება, გვერდში დგომა სახელმწიფოს, რაც არის ნამდვილად, ასე ვთქვათ, არაჩვეულებრივი. შეიძლება მაყურებელს შევახსენებ, ჩვენ ამაზე ვსაუბრობდით, მაგრამ სწორედ იმ დღეს გადაწყდა საქართველოს ვიზა ლიბერალიზაციის საქმე და ნახევარი ეკრანი იყო ვიზა ლიბერალიზაციის, ნახევარი კი ვსაუბრობდით არაჩვეულებრივ პროგრამაზე. შეგახსენებთ, რომ მერიაში არსებობს დაფინანსების უფასო პროგრამა, ეს ეხება როგორც ადრეული ძუძუს კიბოს კურნალობას და მეტასტაზირებულ ძუძუს კიბოს კურნალობას, ასე რომ ორი ტარგეტული პრეპარატია შეყვანილი. დიახ, მადლობა რომ დამეხმართ, იმიტომ რომ ეს ზუსტად არ ვცოდე. ასე რომ თუ გაქვთ სამკურნალო თავი, ჯობია რომ მიმართოთ მერიათ, იმიტომ რომ იქ თავიდან ბოლომდე გაგიბენდა დოკუმენტაცია და იქ საკმაოდ ისეთი ის არის შესაძლებელი და მე უნდა გავუშვას. ძალიან დიდი მადლობა, თუმცა ჩვენ ყველას გისურვებთ, რომ ამის საჭიროება არ დადგეს და ჯანმრთელობას გისურვებთ, რა თქმა უნდა, დღის შოუს კლინიკა ბიძინა ისე რაზე